2008 წლის აგვისტოს შემდეგ არაერთხელ გამიკეთებია ის განცხადებები, რომელზეც დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება. ლაპარაკია საქართველოს ეგრეთ წოდებულ ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირის წევრობაზე ან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ერთ-ერთი წევრის, ნიუ-იორკის წარმომადგენლის და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის რუსეთში მაიკლ მაკფოლის განცხადებები. იმასთან დაკავშირებით, რასაც მე ვამბობდი, რომ საქართველომ სამწუხაროდ თავის დროზე დაკარგა სტრატეგიული შანსი გამხდარიყო ნატოს წევრი და ეს მნიშვნელოვანწილად დასავლეთის და ასევე ყოფილი ხელისუფალის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა და დღეს მას პრაქტიკულად ეს შანსი აღარ აქვს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ქალბატონი ანგელა მერკელის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვერ გახდება უახლოეს ხანებში ევროკავშირის წევრი და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესიც არა მარტო ხელისუფლებაზე, არამედ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების პარლამენტებზეა დამოკიდებული და ეს საკითხიც ძალიან დიდი ხნით არის გადაწეული. ასევე მოვისმინეთ ქალბატონი მერკელის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების დარეგულირება და გერმანია მიესალმება საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დაახლოებისა და გაუმჯობესების პროცესს. მე ხლა მაინტერესებს კითხო იმ ადამიანებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და არა მარტო პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც ზუსტად ანალოგიური განცხადებებისათვის მე პრორუსულობას მაბრალებენ. როგორ არის ახლა საქმე? ბატონი მაიკლ მაკფოლი, ნიუ-იორკის კონგრესის შტატის წარმომადგენელი კონგრესში, ქალბატონი მერკელიც პრორუსულები არიან თუ რამე შეიცვალა თქვენს მოსაზრებებში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ არაფერი ქართველი ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებებში არ შეცვლილა, იმიტომ რომ ისინი აზროვნებენ დაშტამპული აზროვნებით და ძალიან კონკრეტულ დავალებას ასრულებენ. ასევე საქართველოს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც არის შვეიცარია და როგორიც ვისურვებდი მე რომ საქართველო იყოს, სწორედ გუშინ გამოიწვია უკან ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნა და ამით უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მე არავის არ მოვუწოდებ, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი ვთქვათ, მაგრამ მოგიწოდებთ კი, რომ მოსახლეობას უთხრათ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ვერც ნატოს წევრი გახდება, ვერც უახლოეს პერიოდში ვიზა ლიბერალიზაციას ვერ მიიღებს, მით უმეტეს ვერც ევროკავშირში გაწევრიანდება და ის რომ ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.